ბიძინა ივანიშვილის გამომშვიდობება ამერიკასთან მოკლედ ასე ითარგმნება ივანიშვილის პრემიერის ირაკლი კობახიძის ვრცელი ღია წერილი ანალიტიკოსებისთვის. მათი შეფასებით ტრამპისთვის მიწერილი ღია წერილი გამოხატავს სასოწარკვეთას, რომ ოცნებამ საკუთარი ანტიდემოკრატიული და რეპრესიული რეჟიმის აღიარება ვერ მიიღო და დიდი ხნის ნანატრი ურთიერთობების დალაგება ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან არ გამოუვიდა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ახლა ოცნების რეჟიმი ამერიკას საბოლოოდ ემშვიდობება, რაც არის ღია გზავნილი რუსეთისთვის. არ გამორიცხავენ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება უკვე ღიად რუსულ ნაბიჯებზე გადავიდეს და მაგალითად დიპლომატიური ურთიერთობებიც კი აღადგინოს. გიორგი კიკაბიძე მოისმინა ეს შეფასებები, ვრცლად მისგან მოისმენთ თემის დეტალებს. საქართველოს საბოლოოდ იჭრის გზებს ამერიკასთან, სწორედ ასეთია შეფასებები, რომელსაც ფორმულასთან საერთაშორისო საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები აკეთებენ. ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ წერილით უარი თქვა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებზე. გარდა ამისა, სპეციალისტების თქმით, წერილის ადრესატი ევროკავშირიც იყო, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი მუდმივად თავს ესხმის. ეს წერილი აი ამ ტონით დაწერეს, არ არის ამერიკის მიმართ გაგზავნა, ხო? ევროპელებსაც რაღაც მესიჯს უგზავნის, ხო? და მათ მიმართაც საკმაოდ მტრულია, ხო? ანუ ძალიან რთული, აი ჩემთვის, როგორც ვთქვა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტისთვის, ძალიან ძნელად იკითხება, ხო? ანუ ყველა იმ ნორმას წეს არ ღვევს, როგორც უნდა შენ სთხოვო, რა ვიცი, ყოფილ პარტნიორს თუ ახლა აღარ განიხილავ პარტნიორად, რომ გაგარკვიოს რა ხდება, ხო? გარკვეულწილად ამის მიზანიც ეგ არის. ესეც არის მიზანი, რომ კაი რას გვიპირებ, ხო? მაგრამ მეორეს მხრივ შეიძლება ეს იყოს მიზანი, რომ აი ჩვენ ვაპირებთ იმას, რომ მორჩა, აღარ გვაინტერესებს, იმიტომ რომ ასეთი ტონიც არ ქონია ზელენსკის, როდესაც ტრამპმა მას ჩაცმულობა დაუწონა და საერთოდ ვინახარო. ის მოლოდინები, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვების დროს ბევრს ჰქონდა, რომ ვითომის დათმობდა, თქვა, რუსების სასარგებლოდ გარკვეულ ინტერესებს მსოფლიოს სხვა წერტილში, მათ შორის ჩვენს რეგიონში. ეს არ გამართლდა და პრინციპში ხდება ის, რასაც თუ გახსოვთ, მე მგონი ზოგიერთ მაყურებელს შეიძლება ახსოვდეს, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით ხოლმე და ეს იყო ის, რომ პრეზიდენტ ტრამპი არათუ დათმობდა ამ ინტერესებს, არამედ გადადგამდა ნაბიჯებს იმ დაკარგული გავლენების აღსადგენად, რაც ამერიკამ გარკვეული რეგიონებში ამ წლების განმავლობაში დაკარგა. მარცხის გამოვლენებას გავს ირაკლი კობახიძის მხრიდან ეს განცხადება, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, რომ დაპირებები რომ ჯერ ტრამპი გაიმარჯვებდა, მე დაალაგდებოდა, მე 20 იანვარი მოვიდოდა და ეხლა უკვე როგორც ჩანს გაფორმდა ეს საკითხი, რომ ეს არ გამოდის და ახლა უკვე რაღაც ახალი მეთოდების გამოვლენებას აქვს ადგილი, თუმცა ამ მეთოდში მათთვის სამწუხაროდ ჩემი აზრით გამოვლინდა ისიც, რომ ვერ შეძლეს მათ ამ ურთიერთობის დარეგულირება და ეხლა უკვე ეს არის რაღაცა ჩივილის მაგვარი, რასაც ამერიკელების მიმართ აქვს ადგილი. ამ წერილში ჩვენ ხედავთ არა მარტო საბაზისო ელემენტარული დიპლომატიური პროტოკოლის გარღვევას, არამედ ძალიან კონკრეტულ პოლიტიკურ გზავნილებს, რომლებიც გათვლილი არის მათ შორის შიდა აუდიტორიაზე. ეს არის შემზადება ქართული ოცნების აუდიტორიის, მათი ცდილობა, რომ ჩაეხსნან დასავლეთს და საბოლოო ჯამში გადააქციან საქართველოს იზოლირებულ რუსეთზე დამოკიდებულ ტერიტორიად. ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. ქართული ოცნება არასდროს არ მალავდა, რომ მათ სურთ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია. ეს ნორმალიზაცია იქნება, რა თქმა უნდა, აფხაზეთში რკინიგზის გახსნა, ეს იქნება სამსხურსამში გაერთიანება, ეს იქნება საბოლოოდ მოსკოვში საელჩოს გახსნა და შეიძლება საქართველოს გადმოყვანის მცდელობა ერთგვარ კონფედერაციულ მოდელზე, რომელშიც რეალურად სუვერენიტეტი იქნება არა ქართულ სახელმწიფოს, არამედ რუსეთს. ამისკენ მიისწრაფვიან და ამიტომ ცდილობენ, რომ სწრაფად ჩახსნან საქართველოს. თუმცა ნარწმუნებული ვარ, რომ ეს არ გამოუვათ. სპეციალისტებს მოლოდინი აქვთ, რომ უახლოეს მომავალში ქართული ოცნება არათუ დაალაგებს ურთიერთობებს, არამედ პირიქით მეგობარი აქტის მიღების ფონზე პარტნიორებისგან წნეხი კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება, მათ შორის სანქციების მიმართულებით.